ალბათ არავის ეწყინება თუ ვიტყვით, რომ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ და ეს არის ჩვენი საყვარელი ევროვიზია. ევროვიზია, რომელიც გაზაფხულზე მაისის თვეში იმართება ვენაში. მოლოდინის რეჟიმში ვართ ყველანი, თუმცა კლიპი უკვე გადაღებულია, როგორც ჩაიარა სამუშაო პროცესმა. სტუდიის სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ საგიფ კარპელი, სცენის რეჟისორი და კრეატიული დირექტორი და ნათია მშვენიერაძე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი. დღემშვიდობის მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. აი ამ ძალიან საინტერესო თემაზე ყოველთვის მზად ვართ, რომ სიამოვნებით გესაუბროთ. ასე ვთქვათ, შედგა კლიპის პირველი პრემიერა და როგორი იყო პირველი რეაქციები ასე მაყურებლისგან? მე მგონი მაყურებელმა პოზიტიურად შეაფასა, სხვანაირად არ შეიძლება. ჩემი ვერსია ეს. არა, ეს მარტო თქვენი ვერსია არ არის. ნამდვილად კლიპმა ჩაიარა შესანიშნავად, გუშინ იყო პრემიერა. სანამ ამას აქამდე მოვიდოდით, ძალიან დიდი შრომა გაწია ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას ამისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თვითონ ბზიკებს, რომლებმაც არ დაიშურეს არაფერი და მართლა იმუშავეს, აი როგორ თქვა, სასწაულად, რომ აი ამ დღემდე მოვსულიყავით. ცოტა ნერვიულობდით, იმიტომ რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ცოტა ისეთი კონკურსია, არასდროს არ იცი რა და როგორ ხდება, რაც არ უნდა შენ გეგონოს, რომ ძალიან კარგად იმუშავე. შეიძლება არ მიიღონ კარგად, თუმცა გუშინ აი ზუსტად ამ პრემიერის შემდეგ მივიღეთ საოცარი გამოხმაურება. ძალიან წარმატებულად შედგა პრემიერა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის არა მარტო ქართველი მსმენელის და მაყურებლის აზრი, არამედ უცხოელების აზრიც, რომ მიიღეს აი უდიდეს ძალიან პოზიტიურად და ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ თუ რას ვიზამთ აწი უკვე სცენაზე. კონცეფციაზე და იდეაზე მინდა ვისაუბროთ კლიპის. კლიპის კონცეფცია ისევე როგორც სიმღერის კონცეფცია წელს არის ძალიან საინტერესო. მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტუალური ეს არის რეალური ცხოვრების და ციფრული ცხოვრების ესეთი რაღაცა მიქსი, როდესაც დღეს ადამიანები 21 საუკუნეში მეტწილად დამოკიდებულები ვართ гаджеტებზე, ტელეფონებზე, ამ ციფრულ სამყაროზე. ჩვენ აი აქაური მესიჯით, ანუ სიმღერის მესიჯით და სწორედ აი ამ კონცეფციით გვინდა ვთქვათ, რომ არ არის ეს რეალური ცხოვრება, რეალური მეგობრები, რეალური ადამიანური ურთიერთობები უფრო კარგია, უფრო საინტერესოა, ვიდრე ციფრული და აი ამ гаджеტებში მუდმივად ყურებას და ეგ რაღაც მეგობრების პოვნას ჯობია რეალური მეგობრები გყავდეს და რეალურ სამყაროს უფრო პატივი ვცეთ, ვიდრე ციფრულ სამყაროს. საგიფის აზრი მაინტერესებს ბზიკებთან მიმართებაში, რას ფიქრობს ის? I think the video is super exciting. ჩემი აზრით ვიდეო ნამდვილად არის შთამბეჭდავი, ეს კლიპი არის ნამდვილად შთამბეჭდავი, როდესაც პირველად ვნახე, ფიქრობდი, რომ ეს იყო ნამდვილად საინტერესო და ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და ძალიან მომწონს აქაურობა, საზოგადოება არის ნამდვილად ძალიან აქტიური და ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს სიმღერა ირეკავდა საზოგადოების სულს, ასე ვთქვათ. და კლიპიც ძალიან ლამაზია, ადგილები შერჩეული ადგილები არის ძალიან შთამბეჭდავი, ძველი შენობები და ასე შემდეგ ყველაფერი ცოცხლდება თითქოს ახალი შთაგონებით და ჩემთვის როგორც უცხოელისთვის ეს ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. აი კლიპ უკაცრავად. კაი კლიპის გადაღება არის საწინდარი შემდგომი წარმატებისთვის, როგორ გონიათ, როგორ ფიქრობთ? კი, აუცილებლად ეს. კი, კლიპი არის, ანუ პირველი ნაბიჯი, პირველი პრეზენტაცია იმ მომღერლების და იმ სიმღერის, რომელსაც შემდეგ უკვე სცენაზე წარვადგენთ და ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ ძალიან ბედნიერები და აი ამ პირველმა ნაბიჯმა ძალიან კარგად ჩაიარა პირველი ეტაპი. გავიარეთ წარმატებულად, ზუსტად აი იმ გამოხმაურების გამო ვიძახი ამას, რაც გუშინ მივიღეთ. ანუ უკვე უამრავი ნახვა არის YouTube-ზე და ეხა უკვე დაიდება იმ ციფრულ პლატფორმებზე, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. პირველ რიგში Spotify და ასე შემდეგ, სხვა ციფრული პლატფორმები, საიდანაც დაიწყება ამ სიმღერის ჩამოქაჩვა და დაიწყება უკვე მისი ფართოდ გავრცელება და ზუსტად აი აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს იყო ის პირველი ნაბიჯი იმ წარმატებისკენ, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ ვენაში, როდესაც ჩავა. გასაგებია. სცენაზე და სცენოგრაფიაზე მინდა ვკითხო ჩვენ სტუმარს. მისი მოსაზრება, მისი დამოკიდებულება ევროვიზია 2026, როგორი იქნება ის? Well, I don't want to give away too much, obviously. არ უნდა ზედმეტად ვისაუბრო ამაზე, ზედმეტი ინფორმაცია გაგიმხილოთ, მაგრამ მოხდება ისეთი რაღაცები, რაც უპრეცედენტო იქნება ნამდვილად. აქ საუბარია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, განათებების გამოყენებაზე და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა გველოდება. რა გზავნილი იქნება წლევანდელი? გზავნილი რა არის? აი ზუსტად ეს არის, რაც ვთქვი, გზავნილი არის
ვამჯობინოთ რეალური ცხოვრება ციფრულ ცხოვრებას. ჯობია ვიყოთ რეალურ ცხოვრებაში, უფრო აქტიურები, უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე დამოკიდებული ვიყოთ აი იმ გაჯეტებზე, რომელზედაც სამწუხაროდ ყოველ დღე, ყოველ წუთას ვართ დამოკიდებული და ეს ხელში გვიჭირავს და არ უშვებთ. და ეს არის ჩვენი გზავნილი. ეს არის გზავნილი ალბათ არა მარტო რაღაც გარკვეული ასაკისთვის, ყველა ასაკის ადამიანს აქვს ეს პრობლემა. მე ვიტყოდი დავუძახებდი ამას პრობლემას, აი ციფრულ სამყაროსთან ძალიან მიჯაჭვულობა. ის რომ წლების წინ ბზიკებმა ასეთი გამარჯვება მოუტანეს ჩვენ სამშობლოს. საკუთარ თავსაც ახლა რამხელა სტიმულია ხო ბავშვებისთვის. გაიზარდნენ, ახლა ხელმეორედ იღებენ მონაწილეობას. ეს რამდენად ხელს შეუწყობს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის, რამდენად ერთი კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა მათი მხრივ. კი, იქნება და არის ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ბზიკები, რომ წარადგენენ საქართველოს, უკვე იყო ისე რომ ამათ ჩვენ ხო ვიცნობთ, ანუ ყველასთვის ცნობილი იყვნენ და სხვათა შორის ყველას ძალიან უყვარს აი პატარაობიდან და ასევე მინდა ვთქვა რომ ჩვენ საქართველოში როდესაც ჩავატარეთ საბავშვო ევროვიზია, აი ახლა დეკემბერში, იმდენად წარმატებული შოუ გავაკეთეთ და იმდენად ძალიან დიდი მოწონება და აღიარება მოიპოვა ჩვენს მიერ ჩატარებულმა საბავშვო ევროვიზიამ, რომ ამანაც ითამაშა როლი, როდესაც ბზიკები რამდენიმე წლის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ უკვე დიდები აი ეგ საბავშვო ევროვიზიაზე, იქ უკვე დაიწყო ის რომ აი რატომ არ შეიძლება რომ ამ ბავშვებმა კიდევ ერთხელ წარადგინონ საქართველო და იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები და აი ზუსტად ახლა ზუსტად აქ ვართ, მოვედით იმითი რომ ბზიკები წარადგენენ საქართველოს. და ევროვიზიის სცენურ დადგმას თუ განიხილავთ, იქნება თქვათ ეგ უმადის კონცერტის დროს დადგმა, ასე ვთქვათ, კლიპი არის, მაგრამ იქნება ეს გაკეთებული? კი, აი ზუსტად საგივი ჩვენი კრეატიული დირექტორი, რეჟისორი, რომელიც კი, აი ზუსტად მაგი თქვა, რომ ის არაპირებს ეხლა რაღაც საიდუმლოების გამხელას. ხო, არაპირებს, თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია მასთან მუშაობთ, მას აქვს გაკეთებული კონცეფცია და უკვე დიდი ხანია ასევე მუშაობთ იქაურ რეჟისორებთან და იქაურ შემოქმედებით ჯგუფთან და ზუსტად აი სამუშაო პროცესი გრძელდება, მიმდინარეობს და როდესაც ჩვენ უკვე იქ ჩავალთ დავიწყებთ რეპეტიციებს, სწორედ აი იმ კონცეფციის მიხედვით. დელეგაცია გაცილებით უფრო ადრე ჩადის, სამზადისი იწყება. კი, გავემგზავრებით 1 მაისს და 2 მაისს უკვე გვაქვს პირველი რეპეტიცია. შემდეგ ხდება როგორ პროცესი არის ესეთი, ანუ სცენაზე გადიან, იქ ხდება ამ სცენოგრაფიის დამუშავება, სამუშაო პროცესი მიდის, ვასწორებთ რაღაცეებს, განათებას, ხან კამერების მუშაობას, ხან რას და ბოლოს უკვე დახვეწილი და ესეთი დაწურული და საბოლოოდ ნამუშევარი სცენოგრაფია უკვე 12 მაისს იქნება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი სანახავად და 12 მაისს გაიმართება პირველი ნახევარფინალი, სადაც საქართველო მონაწილეობს. ხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია და ესეც ავხსნათ მოკლედ. ხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხმის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბზიკებმა რაც არ უნდა სასწაული მოახდინოს სცენაზე, ჩვენც რაც არ უნდა უდიდესი შრომა გავწიოთ, ხმის მიცემა არის უმნიშვნელოვანესი, მაყურებლის ხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ საბავშვო ევროვიზიისგან განსხვავებით ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქვეყანა თავის თავს ვერ აძლევს ხმას და ამიტომ მე მინდა მივმართო ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე და იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ ნახევარფინალში მონაწილეობენ, უცხოური ქვეყნებზე მაქვს ლაპარაკი და იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე, რომ ხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ ბზიკებს, ამით ხმას აძლევენ არა მარტო ბზიკებს, არამედ მთლიანად საქართველოს. რა შანსები გვაქვს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე? I think this is going to be a good year for ჩემი აზრით ეს იქნება კარგი წელი საქართველოსთვის. არ მინდა რომ წინასწარ ზედმეტი იმედებით განვეწყოთ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მივაღწევთ საუკეთესო შედეგს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს დრო და თარიღი. ანუ პირველი ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველო მონაწილეობს 12 მაისს ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე შოუ, ხოლო შემდეგ უკვე 16 მაისს იქნება ფინალი, სადაც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ვიმონაწილეებთ და აუცილებლად ვიმონაწილეებთ მაყურებლის მხარდაჭერით და ბზიკების კარგი გამოსვლით და ესე დაველოდოთ ჩვენ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კიდე
ბევრ ინფორმაციას მივაწოდებთ მაყურებელს, უფრო დავხვეწავთ ამ ინფორმაციას, დავდებთ ჩვენ ვებზე, ასევე ვილაპარაკებთ გადაცემებში, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს თუ როგორ უნდა მისცეს ხმა, როდის უნდა მისცეს, სად უნდა მისცეს და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ძალიან ბევრჯერ დაგპატიჟებთ სტუდიაში და ამ თემაზე ბევრს ვისაუბრებთ. ახლა კლიპი გელოდებათ, ჩვენ კი დაგემშვიდობებით. ჩვეულ დროს და ტრადიციულ ადგილას, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გველოდოთ. ბედნიერი დღე. ნახვამდის. This is real, this is clear.